ლითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ამინ. ჩვენთან არის ღმერთი. ყველას მოგილოცავთ მინდა ანდრია პირველწოდებულის ხსენებას და მინდა მეფის ვახტანგ გორგასლის ხსენებას. ეს არის ორი ესეთი პიროვნება ჩვენი ეკლესიის ისტორიაში, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, რომელსაც ძალიან დიდი წვლილი აქვს შეტანილი იმ საქმეში, რომ ადამიანი ქრისტეს გზაზე იდგეს. თქვენ იცით, რომ იესო ქრისტეს 12 მოციქული ყავდა, მოწაფეთაგან გამოარჩია 12. და აი როგორც დღევანდელი სახარება გვიყვებოდა, პირველი იყო სწორედ ანდრია პირველწოდებული. ამიტომაც პირველწოდებული ჰქვია, რომ პირველი მას მოუწოდა უფალი. თავდაპირველად ის იყო იოანე ნათლისმცემლის მოწაფე. და იოანე ნათლისმცემელი ეუბნეოდა თავის მოწაფეებს იესო ქრისტეს შესახებ. რომ შემდეგ მოდის ესეთი ადამიანი, ისეთი განკაცებული ღმერთკაცი. ღმერთი, რომელიც ადამიანად მოვიდა, რომელიც თქვენს წოდებს იტვირთებს, რომლის ხამლის თასმის გახსნის ღირსიც კი არა ვარ. ანუ მისი მსახურება ეს იყო, რომ ადამიანებისათვის ქრისტე დაენახვებინა. და ანდრია პირველწოდებულიც გაჰყვა იესო ქრისტეს, მას დაემოწაფა. და თქვენ იცით, რომ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წილხვედრია ჩვენი ქვეყანა. ესე იგი, ამასთან ერთი ადამიანი ამბობდა. ჩამოთვალა გერმანიის თუ საფრანგეთის თუ ინგლისის არ ვიცი მიღწევები თუ ასე შემდეგ და ამბობდა, რომ და ესენი არ არიან წილხვედრი და ჩვენა ვართ წილხვედრიო? რა შუაშია საერთოდ? და ვინც დიდ სახლს ააშენებს, წილხვედრობა კი არა. წილხვედრობა ისაა, რომ ვისთან უნდა ექადაგა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს ქრისტიანობა. და ეს ჩვენ რო შევხედოთ ერთი მხრივ თუ ამითი ვამაყობთ, მეორე მხრივ ეს შეიძლება ითქვას, რომ ესე იგი ცოტა დასაფიქრებელი არის. იმიტომ რომ შემთხვევით თუ არაფერი არ ხდება, წილად ტყუილად თუ არ შეხვდებოდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს, ეს ჩვენ ვამბობთ, რომ წილი ჰყარეს და შეხვდა, მაგრამ როგორც სოლომონბრძენი ამბობს, კენჭსო უბიდან ყრიანო, მაგრამ ყოველი განაჩენი უფლისგან მოდის. შეიძლება წილი ჰყარო და აქ გაარკვივა, ვის რა შეხვდება, მაგრამ ყველას ის შეხვდება, რაც ჯერ ზემოთ გადაწყდა, რაც ჯერ ღმერთმა გადაწყდა. ახლა საფიქრებელი ისიც არის, რომ რატომ გადაწყდა, რომ ჩვენ ყოფილიყავით ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წილხვედრი, მას ექადაგა საქართველოში. იმიტომ რომ ჩვენი დამსახურების გამო, თუ იმიტომ რომ შეიძლება ყველაზე ძნელად მოსაქცევი ჩვენ ყოფილიყავით და სხვა ვერ შეძლებდა ამას და ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი ამიტომ გამოირჩია ამისთვის. აი, ამ ხრივაც დასაფიქრებელია, ისე რომ თლად საშირო ქუდები არ ვისროლოთ, რომ აი რაღაცა ჩვენ ვართ ღვთისმშობლის წილხვედრი, რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამეა, მაგრამ მეორე მხრივ დასაფიქრებელია ძალიან, რომ არ ამპარტავნეთ. ისედაც გვაქვს ჩვენ ქართველებს ეს ამპარტავნება, სიამაყე წინაპლანზე წამოწეული, ყველას პირველობა უნდა, ყველას უფროსობა უნდა. მეორე კაცობა და მესამე კაცობა ყველას უჭირს, ყველას დირექტორობა უნდა. და რადგან ახლოვდებოდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების ჟამი, თქვენ იცით, რომ მან თავის ნაცვლად ანდრია პირველწოდებული წარმოგზავნა საქართველოში. გამოატანა რა თავისი ხელთუქმნელი ხატი, რომელსაც შემდგომში აწყურის ღვთისმშობლის ხატი ეწოდებოდა, რადგან იქ აწყურის საღდარში იყო დაბრძანებული. და სწორედ ანდრია პირველწოდებული იყო, ვინც საქართველოში პირველად ღვთის სიტყვა იქადაგა. ღვთის სიტყვა, რომელიც ადამიანს ასწავლის სწორ გზას და ადამიანს ასწავლის, როგორ დარჩეს ადამიანად. აი ესეთ ადამიანად, როგორიც ღმერთმა შექმნა.
ხოლო შემდგომში წმინდა ნინო წარმოგზავნა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა. რა თქმა უნდა, აქაც ღვთის კურთხევა. და რაც შეეხება წმინდა მეფე ვახტანგ გორგასალს, ეს არის პირველი, ვინც საქართველოს ავტოკეფალია მოუპოვა. ავტოკეფალია, რომ ეკლესია თავის თავს თავად განაგებდეს, თავისი პატრიარქი ყავდეს და თავის სამწყსოს თავად ზრუნავდეს მისი შეხედულებით. ოღონდ ეს შეხედულება, რა თქმა უნდა, მართლმადიდებლური თავის თავადი იყოს ეკლესია და არ იყოს ვინმეზე დამოკიდებული. ეს ავტოკეფალია დროთა განმავლობაში შემდგომ ჟამთა სიავის დროს დაიკარგა და აღარ ცნობდა მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესია საქართველოს ავტოკეფალიას ვახტანგ გორგასლის დროინდელს. და სწორედ ჩვენი პატრიარქი სილია მეორის ძალიან დიდი ძალისხმევით და დამსახურებით მოხდა ის, რომ მსოფლიო კვლავ აღიარა საქართველოს ავტოკეფალია დღიდან ვახტანგ გორგასლისა. ჩვენ გვპირდებოდნენ, რომ მოგვანიჭებდნენ ავტოკეფალიას, მაგრამ პატრიარქი ამაზე უარს ამბობდა. ჩვენ არ გვჭირდება ავტოკეფალიის მონიჭება მე-20 საუკუნეში. ჩვენ გვჭირდება, რომ ჩვენთვის მონიჭებული ავტოკეფალია ვახტანგ გორგასლის დროიდან მონიჭებული. ეს აღიაროთ და ცნოთ. იმიტომ რომ 15 საუკუნის წინანდელი ამბავია ეს და არა ამ საუკუნის. და ის გზა, რაც მათ გაიარეს, რაც ანდრია პირველწოდებულმა, რაც ვახტანგ გორგასალმა გაიარეს იმისათვის, რომ საქართველოში ქრისტიანობა ყოფილიყო და ადამიანები ქრისტეს ერთგულნი ყოფილიყვნენ, ის გზა შემდგომ მრავალმა გაიარა ამ ქვეყანაში. მრავალმა გაიარა, ზოგმა სისხლის ფასად, ზოგმა განმარტოებული და მოღვაწეობით ცხოვრების ფასად, ზოგმა ოჯახში პატიოსანი მსახურების ფასად, ესე იგი, იქაც განსაცდელებით, რა თქმა უნდა, იქაც ღვთის ერთგულება ყველგან თავის თავში გულისხმობს იმას, რომ ადამიანს ძნელი და ეკლიანი გზა შეხვდება. და დღესაც, ესე იგი, ჩვენ ამ გზას გავდივართ. ჩვენი მომავალი თაობაც ამ გზას გაივლეს. მაგრამ იმისათვის, რომ ჩვენმა მომავალმა თაობამ ეს გზა ღირსეულად გაიაროს, ჩვენ ამაში უნდა ვიყოთ, აი ამ საქმეში უნდა ვიყოთ ხიდი ჩვენს წინაპარსა და ჩვენს მომავალ თაობას შორის. ჩვენი მთავარი ფუნქცია ეხლა თუნდაც აქ ვინც ვართ, თითოეული მშობლისა, თითოეული დღეს ახალგაზრდასი, რომელსაც ქვემოთ კიდე პატარა ბავშვები უყურებენ და ის მაგალითიც უნდა იყოს სხვებისთვის. ჩვენ ვართ ერთგვარი ხიდი წინა თაობასა და მომავალ თაობას შორის. რომ ის მადლი, ის რწმენა, ის სულისკვეთება, რაც წინაპართა შორის იყო, ჩვენი გავლით გადაეცეს ჩვენს მომავალ თაობას. და აი ჩვენ, ესე იგი, უნდა ვიფიქროთ ჩვენ შვილებზე, რომ საკმარისი არის თუ არა ის, რასაც ჩვენ მათთვის ვაკეთებთ. ეს აუცილებლად უნდა იფიქროს კაცი. აქ საუბარი არ არის ხორციელად, რომ ჩააცვა და დაახურო და ასწავლო. აქ საუბარია იმაზე, რომ სულიერად ისინი რა გარემოში იზრდებიან, რას უსმენენ, რას სწავლობენ, რაზე საუბრობენ თვითონ, ძილის წინ რაზე ფიქრობენ. აი ძალიან კარგია, მე არაერთხელ მithქვამს, რომ მშობელმა ძილის წინ წაუკითხოს შვილს რაღაცა პატარა მოთხრობა, რაღაცა ისეთი გულს რო შეეხება, სულს რო დაუმშვიდებს, რაღაცა წაუკითხოს, შეეკითხოს რაღაცა, იმსჯელონა ამ რაღაცაზე და ძილში გააყოლოს ამაზე ფიქრები. ეს ძალიან კარგი იქნება მშობელმა ეს გააკეთოს. თუმცა აი მინდა ვთქვა ჩვენ და სამწუხაროდ ამ სოფლის მოსახლეობის სამწუხაროდაც მათ შორის, რომ ჩვენ ამ ბოლო დროს მოვიკოჭრეთ ბავშვების მოყვანის საქმეში. აი თუნდაც იმ საკვირაო სკოლას გულისხმობ. ახლა ჩვენ შეიძლება ვფიქრობთ ამას წინათ ხო ვლაპარაკობდით, რომ აი რაღაცა პერიოდია ეს გადავიდეს და არ ვიცი რა მასწავლებლები ჰქონდათ ბავშვებს თუ რაღაცა, თუ ამინდი არ მოგეწონათ, მოკლედ რაღაც, არ ვიცი. მიზეზები
გავიდეს და მე ჩამოვიყვანთ ხოლმე ისე. არა და ჩვენი მეზობელი სოფელი ჩვეულებრივად აგრძელებს. არ ვიცი, ღმერთმა უშველოს იმათაც ჩვენ ამ სოფლის ბავშვებსაც. იქ უამრავი ბავშვი ჩამოდის თქვენ იცით და არ ვიცი, ეს ღვთისწყალობა არის. იმიტომ ჩვენ თავზე კი არა ვართ დაიმედებული. ჩვენ იქ ლოცვით ვიწყებთ, ჯერ ღმერთს ვავედრებთ ამ ბავშვებს. იმიტომ რომ ჯერ ღმერთის იმედი გვაქვს და მე ჩვენი ხელის ნამოქმედარიც იმდენად შეიძენს მადლს, რამდენადაც ჩვენ ღმერთის იმედი გვექნება და ახლა წარმოედგინეთ, აი ბაღში როდესაც გავალთ და ვაზი არის გასასხლავი, ხეხილია გასასხლავი. მას მაშინ უნდა გასხო. იქ თუ დააგვიანეს, სხვა დროს აღარ ივარგებს იმის გასხვა. როცა დროა რომ ის გაფხიკო, გააცალო იზადმე ჭიები, მატლები გამოყარო, ის მაშინ უნდა გააკეთო. იმას თავისი პერიოდი აქვს, ხო ეგრეა ხა თქვენ არ გესწავლებ. როცა საჭიროა რომ შეწამლო, მაშინ უნდა შეწამლო, თორე თუ გააფუჭა იმ ჭიამ და იმ ნაცარმა თუ რაც არის ხეხილი, აზრი აღარ აქვს. მე გაფუჭებულია უკვე. ბავშვსაც თავისი პერიოდი აქვს, იმ დროს ის წამალი არ უნდა მოაგო. ის ზედმეტობები რაც აქვს იმ პერიოდში უნდა წააცალოს სწორედ. და ჩვენ ვფიქრობთ, რომ მოდი ჯერ დაიზარდნო და მე დაიზარდო ნიშნავს, რომ აი ესე იგი თიხას რო აკეთებენ, თიხით რო ქოთნებს აკეთებენ. სანამ ის რბილია, საერთოდ გინდა ყურს იქით დაუყენებ. და ის რო გამაგრდება უკვე და რო გამოწავენ და გამაგრდება, იმას უკვე ვეღარ შეუცვლი. მაშინ უნდა მოამტრიო ის. ეგრე არ ხდება საქციელის, ეგრე მომტრევა არ ხდება. სანთელი სანამ ის ცვილი, სანამ რბილია, შეგიძლია რომ რა ფორმაც გინდა მისცე. ის სანთელი თავისით ვერ მისცემს თავის თავს ფორმას და ჩვენი შვილებიც თავისით ვერ ჩამოყალიბდებიან ისეთი როგორიც ჩვენ გვინდა და როგორიც მე მათაც უნდათ რომ ჩამოყალიბდნენ. და მე ისინი ჩვენ დაგვადანაშაულებენ. თუ შეგეძლოთ რომ ეს გაგეკეთებინათ ჩვენთვის, რატო არ იზრუნეთ? ხო შეიძლება შვილმა გითხრას, ხო შეგეძლო რომ ეს გაგეკეთებინათ. მე რატომ აბრალებ, ეხლა რო ცუდად ვიქცე. მაშინ როცა შენ შეგეძლო ამის გაკეთება, ჩემთვის რაღაც სულიერი სარგებელი მოგეტანა. მაგრამ ის რო გამაგრდება, ყინვაზე რო გაიტანი სანთელს და გამაგრდება, იმას ვეღარ შეუცვლი ფორმას. აი მოღუნული დარჩა, ვერ შეუცვლი, უნდა გათხოვდეს. აი თუ გაალღობ, გაათბობ, ის კვლავ იმას იზას, შეიცვლის ფორმას. ანუ თუ ჩამოუყალიბდა ბავშვს რაღაცა არასწორი მიდგომების საკითხთან, არასწორი სულისკვეთება, იქ ესე უხეშად ვერაფერს ვერ შეცვლი. იქ გატეხა. იმას უნდა გული გაუთბო. რაღაცა შენი საქციელით, შენი სიტყვით, შენი მოფერებით, რომ შენი სიტყვა მან მიიღოს და გაითვალისწინოს. ჩვენთვის თავარი ის ხო არ არის, რომ ჩვენ ვთქვით ეს და დავაფიქსირეთ, რომ შვილო ეს ესე არ შეიძლება, ეს ისე უნდა გააკეთო. და მარტო რომ ვთქვით სიმართლე, ეგ არის საკმარისი. მთავარი ხო შედეგია, რომ შედეგი მიიღო და ამ სიტყვას ძალა ჰქონდეს, ამ სიტყვამ იმოქმედოს და ამ სიტყვამ მისი ცხოვრება შეცვალოს. და ჩვენ სიტყვას ძალა მაშინ აქვს ერთი მაშინ აქვს პირველ რიგში, რომ ჩვენ ვაკეთებთ ამ სიტყვის შესაბამისად, ჩვენ ვიქცევით ამ სიტყვის შესაბამისად. მეორე მაშინ აქვს ძალა, როცა ეს შენი სიტყვა სიყვარულით არის გამთბარი. და მაშინ აქვს კიდე ამ სიტყვას ძალა, როცა ჯერ ნალოცი გაქვს იმისათვის, რასაც შვილს ეუბნები. აი წმინდა მამა ასეთ რამეს ამბობს, ჯერო სანამ შვილს ეტყვიო რაღაცასო, ილოცეო ღვთისმშობელს შეავედრეო და რისი თქმაც შენ გინდა და იმას რო ეტყვი, ღვთისმშობელი იმას უკეთესად გააგებინებს. იმიტომ რომ შენ იმედი გაქვს ღვთისმშობლის. ისიც დედა, მანაც იცის რა არის შვილი. და ამიტომ აი ჩვენ არ უნდა დავიზაროთ, ესე იგი ის რომ ამ სოფლიდან ბავშვებს უჭირთ იქ ჩამოსვლა, ეს ბავშვების ბრალი არ არის. ამას იმიტომ თქვენ იცით, რომ იმიტომ არ ვამბობ, რომ იქან ბავშვები გვაკლიან, ბავშვები ვერ ეტევი. მაგრამ აქ გვაკლია სწორედ ამ სოფლის ბავშვები. ამ სოფლის ბავშვები დღესდღეობით მოიკოჭლება. ოღონდ ბავშვები კი არა, მშობლები. თორე ბავშვი, ნებისმიერი ბავშვი სიხარულით ჩახდება,
ავტობუსში და წამოვა. იმისთვის ესე რომ ვთქვათ, განტვირთვის საღამოც კი იქნება. რომ ჯერ გზაში ამდენი ბავშვი ერთად იჭუკჭუკებს რაღაცა სიტყვიან, მერე იქ რაღაცა ერთად ილოცებენ, იქ ღვთის სიტყვას მოусმენენ, მერე იქიდანაც ერთად წამოვლენ გზაში და რაღაც ის ერთი საღამო იქნება, რაღაცა ძალიან თბილი საღამო ამათთვის. თორე ეგრე დადიან ფლავიდანაც. აბა სხვანაირად როგორ დადიან, ეგრე დადიან. და ეს ბავშვები, ამ ბავშვებს რაღაცა რო არ ეგულებოდეთ იმ თუნდაც იმ გზავრობაში თუ იმ საკვირაო სკოლაში და იმ ერთმანეთთან ყოფნაში, ესენი მშობლის ხათრით არ წამოვიდოდნენ. თორე თქვენ იცით რომ მშობლის ხათრით ერთხელ იზავს ბავშვი რაღაცას ორჯერ და მერე უკვე აღარ იზავს. და რა აქ მშობლის ბრალი, ამ ბავშვების ბრალი არ არის. თქვენ ეცადეთ რომ რაღაცა იფიქროთ ამაზე, რომ სანამ აქ სოფელში საკვირაო სკოლა გაკეთდება, შენობა გამართული არ არის ჯერ ბოლომდე, მით უმეტეს ახლა ზამთრის პირობებში და ჩვენ მაგას არ უნდა დაველოდოთ. თუმცა მაგის შეკეთებაზეც, უკვე ბოლომდე მიყვანაზეც, მე ვფიქრობ, ერთი და ორი კაცი კი არ უნდა იყოს ჩართული, როგორც აქამდე იყო. მთელი სოფელი უნდა იყოს ჩართული. მთელი სოფელი უნდა აცნობიერებდეს, რომ შვილები ეზრდებათ და ამ შვილებს რაღაცა ჭირდებათ. სულიერი საზრდო ჭირდებათ. თორე არ გინახიათ კარგად ჩაცმული, მაგრამ უბედური ადამიანი არ გინახიათ. კარგად გამოკვებილი, მაგრამ გაუბედურებული არ გინახიათ. აი სიხარული რო არ აქვს, ბედნიერება რო არ აქვს. დაოჯახებულიც გინდა იყოს, გინდა სპორტსმენი იყოს, გინდა ფიზიკოსი თუ მათემატიკოსი იყოს, ძალიან წარმატებული ბჭყალებში, იმიტომ რომ ეგ არ არის წარმატება. წარმატება ის არის, შენ რო შენი საქმიანობით სხვა ადამიანებს ნუგესს მოუტან. ეგ არის წარმატება. და ის რომ შენ ხორციელად წარემატ, ეგ არის შესაძლებლობა იმისა, რომ შენ ნამდვილ წარმატებას მიაღწიო. ნამდვილი წარმატება როდის არის? როდესაც იმ ნიჭს და ტალანტს, რაც ღმერთმა მოგცა, იმას რომ ყველაფერს გამოაყენებ სხვა ადამიანებს. და ამითი შენ სულსაც გადაისჩენ და სხვებსაც ანუგეშებ. ეგ არის წარმატება. ეგ არის, რასაც უფალი ადამიანს დაუფასებს და რის გამოც ადამიანი შეიძლება გადარჩეს და ცხონდეს. ეგ არის წარმატება. ამიტომ ჩვენ უდაველოდებით იმას, რომ ერთი მხრივ იმას, რომ სხვა გააკეთებს და მეორე მხრივ იმას, რომ სანამ გავაკეთებთ, ეს ჩვენი ბავშვები, ამ ჩვენ ბავშვებს მოვაკლოთ სულიერი საზრდო. და რაც გვაქვს შესაძლებლობა ის გავაკეთოთ და ღმერთი რომ იმ დაინახავს, რომ მცირედში ჩვენ ერთგულები ვართ, უფრო დიდსაც მოგცემს. ესეც სახარების სიტყვები. აი ახლა ჩვენ რო დავიწყეთ საკვირაო სკოლის შეხვედრები, ახლა თქვენ არ გემახსოვრებათ, აქ ცოტა ჩვენ გვიან მოვედით. არაფერი არ იყო ტაძრის ეზოში, არც საკვირაო სკოლა. ჩვენ აქ რომელ წელს 2016, აი 15-ში აშენდა იქ საკვირაო სკოლა, ხო? მანამდე ერთ-ერთ სახლში, გვერდზე ტაძრის მეზობლად სახლში, გამოგვიყვეს პატარა ოთახი, აი ამის მესამე ნახევარი. პატარა ოთახი. და იქ ვრევლი ვიკრიბებოდით, იქ საუბრობდით ამა თუ იმ საკითხზე, სულიერ სახარებას განმარტავდით და სხვა. ანუ ჩვენ ვცდილობდით, რომ ის რაც მოგვეცა, ის თუნდაც მცირედი იყო, მაგრამ ის გამოგვეყენებინა და ერთგული ყოფილიყო. და მე ღმერთმა დიდიც მოგცა. გამებიც არ იყო და ტაძრიდან ვზიდავდითო, და ეგ იყო ტკბილი. და მანდედან დაიწყო მერე სხვა რაღაცეები. შეგვეწიოს წმინდა მოციქული ანდრია პიროწოდებული, შეგვეწიოს წმინდა მეფე ვახტანგ გორგასალი და გვესწავლებინოს ჩვენი შვილებისათვის ის, რაც ამ გომბერაზმა მეფემ დაგვიბარა, რომ ეძიებდით ქრისტესთვის სიკვდილსა. ჩვენ ვეძებოთ ქრისტეს ერთგულება და დანარჩენს მერე ღმერთი გამოაჩენს. ღმერთი შეგვეწიოს.